გამარჯობა. დღეს მე მოვედი ესეთი თემით. მშობლებს ჩვენ ვირჩევთ თუ არ ვირჩევთ. მშობელს შენ ირჩევ თუ არ ირჩევ. როგორ ვირჩევთ მშობლებს? როგორ ირჩევენ, აირჩიეს ჩვენმა შვილებმა ჩვენ როგორც მშობლებად და მშობლებად აგვირჩიეს და როგორ ავირჩიეთ ჩვენი მშობლები როგორც მშობლებად. ეს კითხვა ვირჩევთ თუ არა ჩვენ მშობლებს, ბევრ სფეროში სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაცია აქვს, სხვადასხვაგვარი. და მის პასუხზე დამოკიდებულია როგორ მიდგომაში ვუყურებთ ადამიანს. სულს და ცხოვრებას ზოგადად. მე გთავაზობთ, რომ ამ საკითხს რამდენიმე განსხვავებული პერსპექტივით შევხედოთ და შემოგთავაზებთ ცოტა ესეთ განსხვავებულ პერსპექტივას. ალბათ გსმენიათ სიზმრების შესახებ თქვენს გარემოცვაში, რომლებშიც ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვები მომავალ მშობლებთან მოდიან. ეს შეიძლება მოხდეს თქვენი ცხოვრების ნებისმიერ მომენტში და წარუშველი კვალი დატოვოს თქვენს სხეულზე, გონებასა და სულზე. ძალიან ბევრი დედას გამსმენია მეც ეს, რომ მე ვიცოდი, რომ გოგო უნდა დაბადებულიყო, ვიცოდი, რომ ბიჭი უნდა დაბადებულიყო. ბევრი დედა ყვება ამის შესახებ, თუ როგორ ოცნებობდნენ პირველი შვილის სახელზე, ან როგორ ეუბნებოდა მათ ინტუიცია მომავალი შვილების სქესს და პიროვნულ თვისებებსაც კი. ასეთი ვარეულდები უბრალოდ არ შეიძლება იყოს დამთხევა. ეს ყველაფერი ის მომენტებია, როდესაც სულები თავად ირჩევენ, როგორი იქნება მათი ფიზიკური გარემო, მათ შორის მშობლები, ოჯახი, გვარი, საგვარეულო, სადაც ისინი გამოჩნდებიან, დაიბადებიან. ფსიქოლოგიური პერსპექტივით, მე დღეს ცოტა შევეხები ფსიქოლოგიასაც, მაგრამ უფრო ეზოთერიკული კუთხით ვისაუბრებ ამაზე ყველაფერზე. მეცნიერულად მშობლები ჩვენი გენეტიკური საფუძველია. ჩვენ არ შეგვიძლია შევარჩიოთ ისინი, რადგან დაბადება ბიოლოგიური პროცესია, რომელიც შემთხვევითობის და ბუნებრივი მექანიზმების ერთობლიობით ხდება. თუმცა ფსიქოთერაპიაში ხშირად საუბრობთ ცნობიერებისა და განვითარების პროცესზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვირჩევთ მშობლებს. შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი დამოკიდებულება მათთამი და გავიაზროთ, რას გვასწავლის ეს ურთიერთობა. ეს სკეპტიკოსების თვის. ტრანსფორმაციული ფსიქოლოგიაში ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია აერთიანებს ფსიქოლოგიასა და სულიერებას. თანამედროვე ფსიქოლოგიური ავტორების მოსაზრებით, ადამიანის ესეთი მეცნიერების მოსაზრებით, ადამიანის ცხოვრება მოიცავს ისეთ ფენებს, სადაც შეიძლება სულიერ მოგონებებს ჰქონდეს ადგილი. ამ წერტილიდანაც წამოსული თეორიებია, რომ შესაძლოა პრენატალურ დონეზე ადამიანს ჰქონდეს გარკვეული შეგრძნება ან მიზანი კონკრეტულ ოჯახში დაბადების. თეორიები სულების გადასახლების გადასვლის შესახებ უხსოვარი დროიდან იყო პოპულარული და დღემდე არ კარგავს აქტიურობას. მას შემდეგ, რაც სული გამოეყოფა ფიზიკურ გარს, ის გადადის სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაში, რათა დაასრულოს თავისი სულიერი გამოცდილება. სასიცოცხლო ციკლი დასრულებულად ითვლება, როდესაც სული მზადაა კვლავ დატოვოს სულიერი განზომილება და დაიწყოს ახალი მიწიერი ცხოვრება. სამყაროს სულიერ განზომილებაში ყოფნის დროს სულის მიერ მიღებული ღვთაებრივი ცოდნის დახმარებით ის ახალ გამოცდილებას ეძებს. ისეც, სადაც მას შეუძლია წარსულის შეცდომების გამოსწორება, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ახალი ცხოვრებისეული გაკვეთილების შესწავლა. გარდამავალი, ანუ გადასვლის პროცესი განუყოფლად არის დაკავშირებული სწორედ ამ ევოლუციურ მიდგომასთან. ეზოთერიკული პერსპექტივა. ეზოთერულ სწავლებებში ხშირად
გვხვდება იდეა, რომ სული რეინკარნაციამდე ირჩევს მშობლებს და იმ გარემოს, სადაც უნდა განახორციელოს თავის ცხოვრება. ეს არჩევანი განპირობებულია იმ გამოცდილებებით, რაც სულს უნდა რასაც სული უნდა დაეუფლოს ამ ცხოვრებაში, ამ დაბადებაში. შემდეგი ხედვის თანახმად, მშობლები არიან კარმული მასწავლებლები. როგორც მშობლები შვილისთვის, ასე შვილები მშობლებისთვის. ჩვენი დაბადების გარემო არის იდეალური პირობების ერთობლიობა სულიერი ზრდისთვის. ანუ, როგორც მე ვამბობ, მუდმივად მიმღებლობა იმის, სადაც დავიბადეთ, იმისთვის, რომ განვითარდეთ. ურთიერთობები, ტკივილები თუ სიყვარულიც კი არის სულის მიერ წინასწარ დაგეგმილი გამოცდილებები. ამაზეც მე მუდმივად ვსაუბრობ. ის ტკივილები, ის ტრამვები, ის წყენები, ის უარყოფები სიყვარულში და ასე შემდეგ, ყველაფერი ჩვენ თვითონ უკვე როდესღაც არჩეული გვაქვს. ეს მიტკომა განსაკუთრებით პოპულარულია რეინკარნაციის, კარმის და აკაშის ქრონიკების მოძღვრებაში. ამის ყველაფრის გამორკვევა როგორ შეიძლება? არსებობს ამის ძალიან ბევრი მექანიზმები, ეს არის ტარო, ნუმეროლოგია და მეტაფორული ბარათებითაც კი. ტაროში არქეტიპული ბარათები ხშირად აჩვენებენ ოჯახურ კარმას, გადაცემულ შაბლონებს და ჩვენი სულის გაკვეთილებს. სადაც შეგიძლიათ გაიგოთ ეს ყველაფერი. მაგალითად, იმპერატრიცა ან იმპერატორი შეიძლება სიმბოლურად მშობლებს ასახავდეს. და კონკრეტულად რატომ მოვედით ამ ოჯახში? კარმის ბარათები. დანიშნულება შეგვიძლიათ ტაროს ესეთი თუკი გაშლას გავაკეთებთ. ნუმეროლოგია არის ეს ისეთი მეცნიერება, სადაც დაბადების თარიღში და სახელში ხშირად არის ჩადებული ეს სულის კოდი. ხშირად კი არა, უпростоრად ჩადებულია ჩვენს დაბადების თარიღში და სახელში და გვარში სულიერი კოდი, რომელიც მიგვითითებს ჩვენი მისიის, გაკვეთილებისა და ოჯახის, სადაც დავიბადეთ, იმის კარმულ დანიშნულებებზე და ვალდებულებებზე. ნუმეროლოგია პირდაპირ მიუთითებს ამაზე. და მეტაფორული ბარათები. ეს მუშაობისას ხშირად ხედავთ, რომ კლიენტის ქვეცნობიერ განხილვა, მე მეტაფორულ ბარათებს ვიყენებ საგვარეულოდან გადმოსული რაიმე ესეთი კარმული ან რაღაცა ესეთი საპოვნელად, თუ კი არის რაიმე კვანძი. პირდაპირ არის ძალიან კარგი ესეთი მოდი მეთოდი მეტაფორული ბარათები, რომელიც ამაში დიაგნოსტიკაში მე ძალიან კარგად მეხმარება პრაქტიკაში. ეს არის ის სამი სადიაგნოსტიკო საშუალება, რომელსაც მე ვიყენებ. ეს არის ნუმეროლოგია, მეტაფორული ბარათები და ტარო. როგორ ხდება სულის შეთანხმება და სულიერი კონტრაქტები? ეზოთერულ სწავლებაში ერთ-ერთი ფუნდამენტალური იდეა სულიერი კონტრაქტების არსებობა. ეს ნიშნავს, რომ სული ჯერ კიდევ ფიზიკურ გაჩენამდე ირჩევს კონკრეტულ გამოცდილებებს. მათ შორის მშობლებს, როგორც მთავარ ფიგურებს ამ გამოცდილებაში. მშობლები არა მხოლოდ გენეტიკური წყაროა, არამედ კონტრაქტის დანიშნული მასწავლებლები. ჩვენ თანხმდებით მათთან ურთიერთობაზე, რაც შეიძლება შეიცავდეს როგორც სიყვარულს, ისე ტკივილს, უარყოფასა და ტრამვებს. ყველაფერი იმისთვის, რომ სული გაიხსნას და გაიხსენოს საკუთარი ბუნება. თუ რა აქვს და ასე ვთქვათ, დანიშნულება ამ დაბადებაში. სულის შესაძლოა აირჩიოს მშობლები და ის ოჯახი და საგვარეულო, რომლებიც გადასცემენ კონკრეტულ კარმულ შაბლონს, ვალდებულებებს და გადასამუშავებელ ტრამვებს, რომელიც განეიტრალებაც მას შეუძლია ამ დაბადებაში. სული თვითონ ირჩევს ამას ყველაფერს. ბავშვი სანამ დაიბადება სულის მდგომარეობაში.
ასწავლიან პირობით სიყვარულს, რათა ჩვენ ვისწავლოთ უპირობო სიყვარული. აჩვენებენ საზღვრების მნიშვნელობას ან სულის ძალის წინააღმდეგობას. როგორია რეინკარნაციის პროცესი, დაბატების წინა სივრცე. ბევრი მეტაფიზიკური წყარო, მაგალითად ესეთი არის, ვინც რეგრესიულ ჰიპნოზებს აკეთებს და გამოცდილება აქვს და ეს ძალიან ბევრი თეორია დევს ამის შესახებ, აღწერს სულის არჩევანის დარბაზებს. საუბრობენ ამაზე. სადაც სული თავად ათვალიერებს სხვადასხვა სავარაუდო ცხოვრების სცენარებს. იქვე არის სულის მეგზურები, რომლებიც ეხმარებიან არჩევანში. არჩევანი ეფუძნება იმ გაკვეთილებს, რასაც სულმა უნდა განიცადოს კონკრეტული რეინკარნაციის განმავლობაში. ანუ კიდევ ერთხელ დავამატებ, რომ ის, რასაც ჩვენ გავდივართ, ამ ცხოვრებაში უკვე ჩვენი არჩეული გზაა. მშობლები და ახლობლები სულის ჯგუფიდან შეიძლება იყვნენ კიდეც. სულები, რომლებიც ხშირად თამაშობენ და ითამაშებენ სხვადასხვა როლს ჩვენს ცხოვრებაში. ერთ ცხოვრებაში ისინი არიან შენი მშობლები, მეორეში შვილები, შესაძლოა ესე იყოს, მოყვარული ან მტერი. როლები იცვლება, მაგრამ მიზანი ერთი რჩება, ევოლუცია. უნდა მოახდინოს სულმა ტრანსფორმაცია და გადაამუშავოს თავისი წარსულის შეცდომები. კარმული კავშირები, რა კარმული კავშირები გვაქვს მშობლებთან, რატომ ვიბადებით ჩვენ მშობლებთან. ისევ ეზოთერიკულად მიიჩნევა, რომ მშობლებთან გვაქვს ძველი კარმული კავშირი. შესაძლოა წინა ცხოვრებაში ჩვენ ვიყავით მათი მშობლები, ან მათ მივაყენეთ ტკივილი. ამ ცხოვრებაში კი დაბადებამდე შევთანხმდით, რომ გამოვასწორებდით ამას ყველაფერს. ეს კავშირი მოქმედებს როგორც კარმული ბალანსის აღდგენის მექანიზმი. ამ იდეის თანახმად ჩვენ არ ვისჯებით, არამედ შევდივართ ახალ როლებში საკუთარი სულების პასუხისმგებლობის გამო, რომელიც ჩვენ თვითონ ავიღეთ ჩვენ თავზე ეს პასუხისმგებლობა. არსებობს ესეთი მცნება, ენერგეტიკული გენეტიკა. ზოგიერთი ეზოთერიკული სკოლები, მე ესე მასწავლეს ყოველ შემთხვევაში, საუბრობს ენერგეტიკულ მემკვიდრეობაზე. როდესაც ენერგეტიკული ინფორმაცია, სადაც ენერგეტიკული ინფორმაცია იწერება სულის ენერგეტიკულ ველში და რომელიც გადადის ესე შთამომავლობაზე. ესეთ სულის ფლეშკა, მოდი ესე დავარქვათ, ინფორმაციული ფლეშკა, რომელიც ესე იქ მაღლა ირჩევ მერე დაბადებამდე თუ რა წამოიღო და რა გაანეიტრალო. როგორ გადმოგვეცემა როგორც არა მხოლოდ გენეტიკური, არამედ ენერგეტიკული მატრიცები. გენეტიკური არის ფიზიკური, გენეტიკური მსგავსება მშობელთან, მაგრამ აქ მე ვსაუბრობ გენეტიკურ მატრიცებზე. მშობლების აურა, ქარიზმა, ფიქრები, ტკივილებიც კი შეიძლება გადმოვიდეს როგორც ეგრეთ წოდებული ასტრალური და ეთერული კოდები. სული ამ კოდების გათვალისწინებით ირჩევს თავის დაბადების გარემოს, რათა ან დააბალანსოს, ან გარდაქმნას ეს ინფორმაცია, შეცვალოს, ტრანსფორმაცია მოახდინოს. პარალელური ცხოვრებები, სამყაროები და სული. მე ესეთ თემებს ვეხები ეზოთერიკულად, სულის დაბადების. ეზოთერიკაში სული არ ცოცხლობს ესეთ ხაზოვან დროში, როგორც ჩვენ ვხედავთ. არ ვიცი ახლა უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ მართლმადიდებლური რელიგია ხაზოვანად რომ მიხვდეთ რაზე ვსაუბრობ რა. ყველა ცხოვრება შეიძლება მიმდინარეობდეს ერთდროულად, პარალელურად. ეს ნიშნავს, რომ მშობლების არჩევა არ არის უბრალოდ წარსულის გადაწყვეტილება, არამედ მიმდინარე კოსმიური თანხwebdra.
ანუ ესეთ უფრო რო განვარტო პარალელურ სამყაროში პარალელურად შეიძლება სადღაც პარალელურ სამყაროში იგივე ჩვენ სხვაგვარად ცხოვრობდეს, ანუ ამის თქმა, ანუ არჩევს ორი შეუძლია ესე პარალელურად იცხოვროს. მაგრამ სული ერთი არ დაგვავიწყდეს ამ დროს. სულმა ასევე შეიძლება აირჩიოს მშობლები, რომლებიც გააქტიურებენ მის პარალელურ ასპექტებს ან კოსმიურ მემკვიდრეობას. ასევე არჩევანზე გავლენას ახდენს ეგრეგორები. არსებობს ესეთი მცნება, ეგრეგორები და ოჯახური წესი. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ ვიბადებით არა მხოლოდ მშობლებთან, არამედ ოჯახის ეგრეგორში. გვარის ეგრეგორში, ოჯახის ეგრეგორი და საგვარეულოს ეგრეგორში. ატარებს თავის ენერგეტიკულ ლოგიკას, რწმენას და შაბლონებს. ეგრეგორი. არის მინის სისტემა კოლექტიური ცნობიერების. სული შეიძლება ირჩევს და იბადება ამ სისტემაში, რათა ან შეცვალოს იგი, ან განაცნობიეროს და გაანთავისუფლოს თავი ამ ყველაფრისგან. პირობითად რაიმე აკრძალისგან, რაიმე გადმოცემული ადათისგან და ჩვევებისგან, რომელიც ესეთ დისკომფორტს უქმნის სულს. და ეს ხდება ყოველ მეოთხე ან მეშვიდე თაობაში იბადება ადამიანი, რომელიც სულიც იღებს ვალდებულებას, რომ რაღაც უნდა გაასწოროს, შეცვალოს თავის გვარში, თავის საგვარეულოში. დროს თავისი საგვარეულო გაანთავისუფლოს რაიმე მძიმე კარგისგან. გამოასწოროს ეს ყველაფერი. და კითხვა, მართლა ჩვენ თავად ვირჩევთ ჩვენ სამშობლებს? ერთი შეხედვით ეს კითხვა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასია. როგორც კი სული მიიღებს გადაწყვეტილებას, დატოვოს სულიერი განზომილება სხვა ცხოვრებისთვის, როგორც უბრალო მოკვდავი. ის შეეცდება აირჩიოს ყველაზე შესაფერისი დრო, ადგილი და ადამიანები თავისი დაბადებისთვის. რესურსულად რას შეძლებს? ეს პროცესი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებიც უკვე მოგახსენეთ ზემოთ. მომავალი მშობლების არჩევას ის თუ სად დაიბადოს, სულის სურვილი განსაზღვრავს. თვითონ სულის სურვილი. უმეტესწილად სულის მიერ ახალი მშობლების არჩევანი დამოკიდებულია მის პირადად სულის სურვილზე. მიაღწიოს გარკვეულ მიზნებს, იცხოვროს გარკვეული ცხოვრების წესით და ისწავლოს ცხოვრებისეული გაკვეთილები. და ამას ის დაბადებამდე გაცნობიერებულად აკეთებს. მაგალითად, თუ ადრე სული ცხოვრობდა ოჯახში, სადაც მხოლოდ ერთი შვილი იყო, ახლა მას შეუძლია შემდეგ ცხოვრებაში, შემდეგ დაბადებაში მას შეუძლია აირჩიოს ოჯახი, სადაც ეყოლება ძმა ან და, ან თუნდაც აირჩიოს მრავალშვილიანი ოჯახში დაბადება. რომ ამით შეძლოს როგორ ისწავლოს, თუნდაც ის რომ როგორ დაძლიოს წინა ცხოვრების ეგოიზმი, როგორც მარტო დედისერთან. ეგოიზმი, როგორც დედისერთან. და პირიქით, სულს ასევე შეიძლება სურდეს იგივე განიცადოს, იგივენაირად დაიბადოს, მაგრამ შეცვალოს ცხოვრების წესი. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ იქ რაც ვერ გააკეთა, იბადება იგივენაირად და უკვე იქ დაშვებული შეცვლომები, ცხოვრების წესის შეცვლა ქვია ამას, რომ იგივე არ უნდა გაიმეოროს. სწორედ ეს აყალიბებს სულის ხასიათს დაბადებისას. უფრო მეტიც, სწორედ ეს უწყობს ხელს პლანეტაზე ყველა სულის მრავალფეროვნებასა და ინდივიდუალურობას. ამიტომაც ვართ ჩვენ ინდივიდები და ამიტომაც არის საკუთარი თავის იდენტობის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ და თქვათ, რომ ფაქტობრივად არ ვირჩევთ მშობლებს, მაგრამ სულიერი და ეზოთერიული დონით ვირჩევთ სწორედ იმ მშობლებს, ვინც გვჭირდება, რათა სული განვითარდეს. და მთავარი მისიაც სწორედ ეს არის ჩვენი დაბადების, რომ განვითარდეთ, მოვახდინოთ ტრანსფორმაცია. ასე რომ განვითარდით,
მოусმინეთ საკუთარ სულს და არ შეგანიშინოთ იმ ფაქტმა, რომ პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარი სულის და ცხოვრების ტრანსფორმაციაზე. კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში. მადლობა.